სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ამ რამოდენიმე დღის წინ მომხდარმა მოვლენამ ყოველი ჩვენთაგანი, ყველა მორწმუნე ადამიანი შეაშფოთა და განასვიფრა გარკვეულწილად რამე თუ ეს მოვლენა არ არის ასეთი ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა მას ძალზე ღრმა ფესვები აქვს და დღეს არ დაწყებულა და არც დამთავრდება ამისი არამედ ეს გაგრძელება იმ ათეისტური, დემონური, სატანური ქმედებებისა, სწავლებისა, რომელიც ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გაგრძელდება. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა საქართველოში, ჩვენს რეალობაში, ამაში მონაწილეობდნენ ქართველი ადამიანები. მე ვგულისხმობ გარყვნილების ბუნაგში, რომელსაც თავისუფლების თეატრს ეძახიან, მომხდარ სატანისტურ ეროტიკულ შაბათს, რომელშიც მონაწილეობდნენ ფსიქიურად შეშლილი ფრანგი მანიაკის, სატანისტის, დესადის თანამედროვე მემკვიდრეები, ქართველები. ახლა ვინმემ რომ თქვას მათთაგანმა არ იცოდა რას აკეთებდა, ეს იქნება უდიდესი სიცრუე და ტყუილი და არც ამბობენ ამას. მაგრამ საინტერესოა რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, როგორ შეფასებას მიცემენ ამ ყოველივეს. და ყველაზე უფრო საინტერესოა და დასაფიქრებელი ის არის, რომ ჩვენ ასეთი წოდვა მთლიანად ერს არ გვექცეს უდიდეს სასჯელად. და აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანი იყო და დროული ეკლესიის შეფასება ამ ფაქტისა, რომელმაც დაგმოეს მკრეხელობა და ანათემით ეკლესიისაგან განკვეთით გააფრთხილა მასში მონაწილე და მათი თანამგრძნობი ყველა ადამიანი. მოусმინოთ თუ რას ბრძანებს არქიმანდრიტი რაფაელი მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით და საერთოდ ასეთი ქმედებების არსის შესახებ. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ გოლგოთა ახალი აღთქმის ეკლესიის მთავარი სიწმინდე გახდა. გადმოცემით იქ ხშირად მიდიოდა სალოცავად დედა ღმრთისა. გოლგოთის მოსალოცად დადიოდნენ პალესტინაში და მის საზღვრებს იქით მცხოვრები ქრისტიანები. ეს მალე შეამჩნიეს ქრისტეს მტრებმა და გადაწყვიტეს ეს ადგილი ნაგავ საყრელად გამოეყენებინათ. მაგრამ გოლგოთა სიწმინდედ რჩებოდა ქრისტიანთათვის. ეს შეურაცხყოფა თითქოს ქრისტეს წამების გაგრძელება იყო. შეგინებული გოლგოთა ახსენებდა მათ, რომ ძე ღმრთისა ყველაზე სამარცხვინო და დამამცირებელ სასჯელს მიეცა, მაგრამ ეს დამცირება მაცხოვრის საუკუნო დიდების დასაწყისად იქცა. მეორე საუკუნეში რომის იმპერატორმა ადრიანემ ზრია იუდეველთა თავგანწირულ წინააღმდეგობას ბარ კოხბას მეთაურობით და აიღო იერუსალიმი. იერუსალიმის მშვიდობას ღმრთისას ადრიანემ სახელი გადაარქვა და უწოდა ელია, მზის ქალაქი. ბოლო რომ მოეღო ქრისტიანთა მომლოცველობისათვის, გოლგოთაზე მან ბორცვი ნაგვისაგან გაწმინდა და იქ ვენერას ტაძარი დადგა. არავინ იცოდა თუ არა ადრიანემ
რას იქმოდა. რომის იმპერატორი თავისი მდგომარეობით იყო იმპერიის მთავარი ქურუმი, პონტიფექსი. ამიტომ დემონურ ძალთა ველში იყო ჩართული. მისთვის ცნობილ თუ უცნობ დემონურ გეგმათა მედიუმს წარმოადგენდა. თუკი მან გაცნობიერებულად ააგო გოლგოთის ადგილას ვენერა აფროდიტეს ტაძარი, სატანური შორსმჭრეტელობისა და დემონური გენიალობის მქონედ უნდა ჩავთვალოთ. ვენერას კულტი გრძნობად სიამეთა კონცენტრატი, გრძნობადი ალით აქრობს საღმრთო ცეცხლს ადამიანის გულში. ღამის ბნელი აჩრდილებით განაგდებს იგი სულიდან საღმრთო ნათელს. ვნებისა და მრუშობის კულტი კაცის ნებისყოფის პარალიზებას ახდენს. სულს აღარ ესმის მარადისობის ძახილი და მატერიისა და ნივთიერის მონად იქცევა. როგორც იუდა 30 ვერცხლისათვის მემრუშეთს ერთი მუჭა სიბინძურისათვის ყიდის ქრისტეს. ისევე როგორც ესავი შეჭამანდისათვის უარს ამბობს თავის ადამიანურ ღირსება და საღმრთო კურთხევაზე, დემონმა იცის, რომ ადამიანის ღმერთისაგან ჩამოსაშორებლად საკმარისია ზნეობრივად გახსნას იგი. არსებობს ქრისტიანობასთან ბრძოლის სამი ხერხი. პირველი, მისი ფიზიკური განადგურება ცეცხლითა და მახვილით. ასეთ ბრძოლაში იბადებიან გმირები და მხდალები, ქრისტესთვის მოწამენი და მისგან განდგომილები. მეორე, ტყუილისა და ცილისწამების საშუალებით ბრძოლა. ამ ბრძოლაში სიყალბის, ცინიკური დაცინვისა და დახვეწილი ირონიის გამოყენება, როდესაც ადამიანის ცნობიერებაში ნელ-ნელა ინერგება ყალბი, კარიკატურული წარმოდგენები ქრისტიანობაზე. საკმარისია შევადაროთ ათეიზმის იდეოლოგთა ქრესტომათიული გამონათქვამები გაპარტახებული ტაძრების კედლებზე ამოკაწრულ ქუჩურ ლანძღვა გინებას, რომ მათი გენეტიკური და კულტურული ერთიანობა დავინახოთ. ანუ ის, რაც ფაქტიურად მოხდა ამ ეგრეთ წოდებულ თეატრში. მესამე ბრძოლა, რომელიც ქრისტიანობის პროფანაციის საშუალებით ხდება. ტაძრებს არ ანგრევენ, მაგრამ მათ გვერდით სოკოებივით მრავლდებიან ვენერას ბომონები, ეროტიკული თეატრები, ვიდეო დარბაზები და სხვა გასაყიდად ერთ თაროზე დევს სახარება და სახელმძღვანელოები, აღმოსავლური სექსის, ასტროლოგიისა და ქირომანტიის შესასწავლად. ხატების გვერდით თავს იწონებენ თანამედროვე აფროდიტეებისა და ვენერების ყველაზე ვნებიანი გამოსახულებანი. გარყვნილ სულს არ ძალუძს შეიყვაროს სათნოების მკაცრი მშვენიერება, არ ძალუძს მიიღოს ღმრთის მადლი. რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ. მეფე სოლომონმა თქვა, ჟამი არს დადებად ქვაი და ჟამი არს შეკრებად ქვისა. კულტურისა და ისტორიის, ტრადიციისა და მორალის, მონასტრებისა და ტაძრების ქვები დაუნდობელი სისასტიკითა და თანამიმდევრობით იქნა გამბნეული. დადგა ქვების შეკრების დრო. კვლავ მონასტრებისა და ტაძრების აგების ჟამი. ხალხმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ მისი ხსნა სულიერებასა და რელიგიაშია, ხოლო რელიგიისა და ეკლესიის გარეთ ცენტრიდანული ძალების ველია. ხალხი თანდათან ხვდება, რომ წარსული ისევე უნდა დავისვათ, როგორც აწმყო, რომ ტრადიციებს ისევე უნდა გაუფრთხილდეთ, როგორც წინაპართა საფლავებს. ბავშვების სიცოცხლეს გოლგოთიდან დაიწყეს ათეისტური ინკვიზიციის დროს დახოვებული ჭუჭყისა და ნაგვის მოცილება, მაგრამ იქვე გაჩნდა ახალი საფრთხე. გოლგოთის მახლობლად ვენერას ტაძარი შენდება. ახლა რელიგია თავისუფალი. ადამიანებს ეძლევათ საშუალება გაიგოს და ირწმუნონ, მაგრამ
ბალაამი კვლავ რაღაცას ჩურჩულებს ხურში ბალაკს, ხოლო სოლომონის სიტყვით მემრუშე გული ღმრთის სიბრძნე კი ქრისტე ლოგოსია ვერ მიიღებს. ქრისტიანობა მოითხოვს გულის სიტყვებისა და სურვილების განწმენდას. ყოველი საცოი დაიმარხე გულსა შენსა. სული წმინდის მადლი ადამიანის გულს ღმრთის ტაძრად აქცევს. გარყვნილი ცხოვრება ღორების სადგომად. თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობაა, მაგრამ ამ სიტყვის მნიშვნელობა ბევრისათვის გაურკვეველია. თავისუფლება ზოგიერთს ისე ესმის, როგორც მის გზაზე არსებული ყველა დაბრკოლების გაქრობა. შესაძლებლობა, რომ ის აკეთოს, რაც უნდა. ქრისტემ კი თავისუფლება განსაზღვრა, როგორც ჭეშმარიტების შეცნობა. ჭეშმარიტება ათავისუფლებს ადამიანს და სნად ჭეშმარიტი და ჭეშმარიტება მან განგან თავისუფლნეს თქვენ, როგორც ამბობს იონეს სახარება. ცოდვასა და ბინძურ ვნებებთან ბრძოლა ადამიანს აძლევს სულიერი თავისუფლების პოტენციალს. თავისუფლება არის ადამიანში ღმრთის ხატისა და მსგავსების აქტუალიზაცია. თავისუფლება ესაა ცხოვრება უმაღლესი დანიშნულების თანახმად. გარეგნული თავისუფლება ქრისტიანისათვის არის პირობა სიკეთის რეალიზაციისათვის. ვიღაცისათვის კი თავისუფლება ფულის მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება, მისი საშუალებით კი მაქსიმალური სიამოვნების მიღება. ამგვარი თავისუფლება სექსსა და პორნოგრაფიასაც გულისხმობს, მაგრამ ეს სინამდვილეში თავისუფლება კი არაა, საწოდავი მონობა საკუთარი გრძნობებისა. თავისუფლება არის პიროვნების ჩამოყალიბება. სექსისა და ვნებების კულტს კი პიროვნებისათვის მხოლოდ გარყვნილება და გახლეჩა მოაქვს. თავისუფლება ერთდროულად ორივესთვის, რელიგიისა და პორნოგრაფიისათვის იგივეა, რაც ერთად დავრგოთ ყვავილები და ეკლიანი სარეველა. თანაც ვიცოდეთ, რომ ეკლიანი სარეველა ბოლოს და ბოლოს მოახრჩობს და მოაშთობს ყვავილებს. ეს ანტირელიგიური ბრძოლის ეშმაკური შენიღბული სახეა. სიბინძურის ნაკადები მოედინება ჟურნალ-გაზეთების ფურცლებიდან, ტელევიზორებიდან და კინოთეატრების ეკრანებიდან და ასევე სოციალური ქსელიდან. ისინი ავსებენ ქალაქებსა და სახლებს, ადამიანთა სულსა და გონებას. ცოდვა მშვენიერების ცნების პარაზიტი ხდება. ასევე როგორც ბოროტება სიკეთის ცნების პარაზიტი. ცოდვა და ბოროტება თავისი ჭეშმარიტი სახით მეტისმეტად ამაზრზენი და მახინჯია. სიტყვებისა ადამიანის სხეულის მშვენიერია, უკან აშკარა პორნოგრაფია იმალება. თითქოს პორნოგრაფიის მოყვარულნი გულგრილი ესთეტები იყვნენ, რომლებიც ისეთ კვებიან ამგვარი სურათებით, როგორც პოეტი ვარსკვლავიანი ცის ხილობით. ქრისტიანებს ყოველთვის განსაკუთრებით ახასიათებდათ უმანკუების გრძნობა. უმანკუება თითქმის სიწმინდის სინონიმით გახდა. ქრისტიანი მოწამენი, რომლებიც სატანჯველად მიყავდათ, სიცოცხლის შენარჩუნებას კი არ ევედრებოდნენ ვინმეს, არამედ ითხოვდნენ არ გაეშიშულებინათ ისინი გარყვნილი ადამიანისათვის კი ასეთი რამ უცხოა. გარყვნილი ადამიანისათვის თვით ქორწინება ხდება ეპიზოდი, ხოლო ოჯახი მძიმე უღელი. თუ პორნოგრაფია და ხორციელი გარყვნილება, ვენერას კულტი საჯაროდ არ დაიგმობა, თუ ერისა და ხალხის მტრად არ გამოცხადდება, არ აიკრძალება და არ მოისპობა, მაშინ იგი, როგორც სულიერი შიდსი, დაანგრევს საზოგადოებას. ამ მტერთან ყოველგვარი ზავი და მოლაპარაკება შეუძლებელია. ასე რომ უნდა დაფიქრდეს თითოეული ადამიანის შესახებ, თუ ვის ემსახურება თავისი ცხოვრების წესით, ღმერთს თუ დემონს, სატანას. და მაშინ გასაგები გახდება ყველაფერი ყველასთვის. და ნუ შეეცდება ნურავი
მე გულისხმობ ამ შემთხვევაში საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩუმად არის ამ მოვლენასთან მიმართებაში, ან კიდე ამბობს, რომ თითქოს რაღაც ეს ხელოვნების თავისებური გამოხატულებაა. ნუ შეეცდება ასეთი ადამიანი იფიქროს, რომ ის კიდევ რჩება ქრისტიანად. არა, ესეთი ადამიანი მსგავსია იუდასი, რომელიც არის სინონიმი ღმერთის ღალატისა. ეს სწორედ ასეთი ადამიანი არის მოღალატე თავისი რწამსის, ქრისტიანობის და მაშინ არჩევანი მას გაკეთებული აქვს. და მაშინ ნუღა განსჯიან ეკლესიას, რომელიც კაცრად შეაგონებს ასეთ ადამიანებს სინანულისაკენ და თუ ეს სინანული არ იქნება, მან უნდა იცოდეს, რომ ის უკვე აღარ არის ეკლესიის წევრი. და ამას დიდი წუხილით ვამბობთ ყველა თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც ვართ ეკლესიის წევრები, მაგრამ ფაქტად რჩება. ასეთ რამესთან შეგუება ეს არის დაუშვებელი და ეს იქნება დასაწყისი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხზე მოწეული რისხვისა, ღმერთისაგან მოწეული რისხვისა. ასე რომ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ წმინდა წერილში მოცემული ეპიზოდის შესახებ, როდესაც ღმერთი აბრაამს ეკითხებოდა, 10 მართალი თუ მაინც არის სოდომში და გომორში, მაშინ არ დავსჯია. 10 მართალიც არ აღმოჩნდა სოდომ გომორში და ეს ქალაქები დღეს მკვდარ ზღვად არის გადაქცეული. ასე არ დაგვემართოს ჩვენც. ღმერთმა დაგლოცოთ და დაგუხმოთ.